გამარჯობა. მე ვარ ნიკა ამაშუკელი, რაგბის ელიტარული კატეგორიის მსაჯი. გამოვუშვით კითხვები. ჭიშკარში რომ ისმე შეგეგდო. ასაფეთქებელია. გადაგალეწავ თავზე თუ არ მოხვალ. თავში მრეკა. ვარმა რაგბიდან გადაიღო ძალიან ბევრი რაღაცა. ძალიან ბევრში გადაიზარდა და ვეღარავდექი. 10 წლის ბავშვი მეძახის. დღეს მაგრად გადარჩიო ისეო. გავდიოდი ხოლმე რამდენიმე წუთი საეთეროდან, იმიტომ რომ მეცინებოდა ძალიან. შორს ვიძიებ. რაგბი პირველად რომ ნახე, ვინ ვის ეთამაშებდა? საქართველოს ირლანდიას 2007-ში 15 სექტემბერს. ცნობილი თამაში. გიორგი შკენინის ჩაჭრა. და ძალით მანახა მამაჩემმა, რომ კაუნტერის თამაშს ვაპირებდი. და მითხრა რომ კლავიატურას გადაგალეწავ თავზე თუ არ მოხვალ. სხვა გზა არ მქონდა, იმიტომ რომ კლავიატურის ფუფუნება არ იყო მაშინ და პირველი 15 წუთი ვიყავი ძალიან უკმაყოფილ. აი, მეგონა რომ რაღაცა ჩხუბს უყურებდი უაზროდ ბუგორების და ბოლო 15 წუთი on მუხლებზე ვიდექი და ღმერთო მოგვაგებინეთ, ხო, ისე იმ ხელაში თავშტილება მოახდინა. მაშინ სულის კვეთებამ რაც ნახე მოედანზე, რომ მეკარე ვიყავ ფეხბურთზე დავდიოდი და გადავედი პირდაპირ არც დავფიქრებულ არ ის. სამით ვეხვეწებოდი და მახსოვს რომ სამითვის მე რომ შემიყვარის მოედანზე და ბურთი დავიჭირე, აი კანკალმა ამიტაცა იმ ხელოვნება ვიგრძენი და მივხვდი რომ ეს იყო ის რაც სულ მინდოდა რომ ეკეთებინე. არგენტინა vs ინგლისზე მუშაობა მაგარ დროს კი მოგიწია. ძალიან მაგარ დროს მომიწია, ალბათ მართლა და ფეხბურთის ნახევარფინალის მერე. ხო და ნუ ეს არის ალბათ ცხოვრებაში ერთი გამოცდილება, რომ არგენტინა რო თამაშობს, ხარ არგენტინაში. მაგრამ რაგბიზე გადავიდა ეგ ტალღა. ძალიან მაგრად გადავიდა თან და რატომღაც რო არ გადასულიყო ხა. ისედაც დიდად არ უყვართ ერთმანეთი. და ნუ სრულ ომში გადაიზარდა. 7 ყვითელი ბარათი იყო. ნიშნავდა რომ დისციპლინა არ აინტერესებდა. უნდათ რომ უბრალოდ ერთმანეთი დაეზიანებინათ, პროვოკაციაზე წამოეგოთ და საინტერესო რაც იყო რომ 86-ის საფეხბურთო ფორმები შეიკერა არგენტინამ და ისე გამოვიდნენ თამაშზე და ის მარადონას ღმერთის ხელის ანალოგი ფორმები იყო და უნდათ ინგლისთან რაღაც ეგ ბრძოლა და გამოვიდათ კიდევაც, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში იყო, სადაც მომიწია მუშაობა, მაგრამ უდიდესი სიამოვნება მივიღე. რა თქმა უნდა, წააგო არგენტინა ბოლოს და რაღაცა ძალიან ესეთი რთული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწია და ძალიან სერიოზული სტვენა და საგნების როლა იყო ჩვენს მიმართ ბოლოს, რაც რაგბის გარემოცვაში დაუშვებელია, თუმცა ესეც გამოცდილებაა და ესეც ნებათაღელვაა და ძალიან მაგარია რა. საჯობის მიღმა ხშირად მსაჯებს სხვა პროფესიებიც აქვთ ხოლმე. შენთანაც ეგრეა? პროფესიას ვერ დავარქმევ, მაგრამ ჰობები მქონდა ისეთი, რასაც თითქმის მივედი პროფესიამდე. კოვიდის დროს გეიმერობა ავიტეხე, სხვა საქმე არ იყო, გამოკეტილები ვიყავით და ისე აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ძველი მეგობარი შევიყარეთ Call of Duty შუთერში 2019 წელს Warzone-ში და ისეთი შეჯიბრიანი თამაში გამოვიდა, რომ შევყევით და მაგიტო ხუმრობ ხოლმე რომ კოვიდი საერთოდ არ მახსოვს, იმიტომ რომ ვატარებდი კომპიუტერში და დღემდე სიამოვნებდი როცა დრო მაქვს, რა თქმა უნდა, თამაშობ ხოლმე და მეორე არის YouTube-ს ვაკეთებ ესე ერთობით ჩემი მოგზაურობები და რაგბის რაღაცა პერიპეტიებს გამოყოფა. პროფესიებს ვერ დავარქვევ ამათ, მაგრამ ჰობი არის, ძლიერი ჰობია ნამდვილად. კი ბატონო. პირველ Call of Duty-ში საბჭოთა კამპანია რომელი ბრძოლით იწყება თუ გახსოვს? სტალინგრადი. მართალია. სტალინგრადის ესე ვთქვათ ხორცაკები ბრძოლა. Counter-ში რომელი ტური გიყვარდა? Ice-Sword და Dedasti. Ice-Sword-ი პირდაპირ იარაღები რო ეყარა ქვევით და AUG 3 იყო ჩემი საყვარელი იარაღი, პატარა ზუმს რო აკეთებდა და AK-47 ეგრეთ წოდებული კალაშნიკოვი, სადაც ცოტა ქვევით უნდა დაგეჭირათ დამიზნების დროს, იმიტომ რომ ფლინჩი არ ტყავდა მაღლა და თავში თუ მოარტყავდი ერთტყვიანი იყო. ამიტომ Ice-Sword-ი და Dedasti იყო კიდე, სადაც ის საკულტო კარები ჭიშკარში რო ისმე შეგეგდო. ასაფეთქებელი, ამიტომ დაუფიქრებლად ეს ორი. ფეხბურთის დღევანდელი ესპანეთი რომ ავიღოთ, სტილისტურად რაგბის რომელი ნაკრები ჰგავს? სამხრეთ აფრიკა, რომელიც აკონტროლებს თამაშს ძალიან მაგრად, ისევე როგორც ესპანეთი. ესპანეთი აკონტროლებს თამაშს, აკონტროლებს ბურთს და ფიზიკურ დომინაციაში გიწევს და წნეხში თამაში. იგივე საკეთებს სამხრეთ აფრიკა, აკონტროლებს თამაშს, აკონტროლებს ბურთს და ფიზიკურად ძალიან ჩაგრავს, რათაც საბოლოო ჯამში სტრესი მოგაყენოს და სტრესის ქვეშ უკვე წნეხში შეცდომები დაუშვი. კომენტატორობა გენატრება? არა. რატო? დაისტრესე?
ზედმეტად და არ დავსტრესილო, ჩემი დასტრესად ძალიან რთულია და რა ზედმეტად დეტალებში ჩქავდიოდი და მე ხვდებოდი რომ მარტო მე ვიგებდი რომ საუბრობდი მეტი ვერავინ და საბოლოოდ ნუ უიკენდებით აღარ მაქვს რომ სიტყვაზე დრო მქონდეს რომ წავიდე, იმიტომ რომ ადრე რა თამაშებიც მიმყავდა, ახლა მე თვითონ საჯობ აქ თამაშებს. მაგრამ ნუ საკულტო კომენტატორებთან ერთად მუშაობა მეინატრება, როგორც ნიაზ მამრიკეშვილია, სანდრო ინაშვილი ჩემი ახლო მეგობარი და აი ნიაზთან ერთად ყოველი ეთერი იყო რაღაცა გავდიოდი ხოლმე რამდენიმე წუთი საეთეროდან, იმიტომ რომ მეცინებოდა. და ეგი მომენტები მენატრება კი. ერთი წესი, რასაც რაგბის წესების წიგნიდან ამოიღებდი. რამდენიმე წესია ეგეთი და ვეცდები მარტივად ავხსნა რა. როცა თამაში ჩერდება ხოლმე, რაიმე მიზეზით, ან ტრამვით, ან რაღაცა გარე სხვა მიზეზით, თამაში ნახდება ხოლმე შერკინებით. აი მაგ წეს ამოვიღებდი რა, იმიტომ რომ ისედაც ჩერდება თამაში, ისედაც ტრამვა, ისედაც პაუზაა და ისევ სტატიკური მდგომარეობიდან ვანახლებთ თამაშს და ეს პაუზას მერე შერკინებიანად იწელება უკვე 3-4 წუთი და აი მაგ წეს და კიდე რაღაცა იქ მაგ დაგვარ წესებს, რაც პაუზის მერე პაუზას იწევს, შევცვლიდი, იმიტომ რომ კიდე ერთხელ მაყურებელს მოწონს ქაოტური ფეთქებადი თამაში და არა დამდგარი. რაგბიზე მხატვრული ფილმი, რომელსაც მაყურებელს ურჩევ. ინვიქტუსი. 95-ის სოფლი ჩემპიონატზე, ვისაც არ აქვს ნანახი სამხრეთ აფრიკის სარაგბო ისტორია. ჩვენი შერკინება რატომ ვეღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო? შეიცვალა თამაშის მიმდინარეობაში და აღქმა და მიდგომა შერკინების მხრივ. შეიცვალა დეტალები შერკინების და ამ დეტალებს ცოტა ვერ აუწყვეთ ჩვენ ფეხი. საყვარელი სარაგბო კლუბი. პატარა რო ვიყავი, მიყვარდა ირლანდიური მანსტერი. იმიტომ რომ რაღაცა ერთხელ ნახე თამაში და რაღაცა ომი და საფრანგეთში თამაშობდნენ ჩემპიონთა თასზე და მე პირველად უკვე პროფესიონალურ რაგბიში რო შევდგი ფეხი და მანსტერის თამაში მომიწია ერთ-ერთ დებიუტში მსაჯობა, იმ წამსო გამიქრა სიყვარული ისეთი ცუდი ტიპები გაიჩნდნენ მოედანზე, ისე მირტულებდნენ ცხოვრებას, მეთქი აი თქვენი სიყვარული აღარ მინდა თქო და მაგის მერე მივხვდი რომ საჯს რო სიყვარული აქვს რამისადმე, თულად კაი არ არის. 7 კაცა გიმსაჯია? მიმსაჯია სერიები, კი. ყველაზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ვარ, ვისაც ყველაზე მოკლე კარიერა ჰქონდა 7 კაცაში. 2 სერია მაქვს უნამსაჯი და მეორე სერიის მერე მითხრეს, რომ აქ აღარ დახარჯებოდ, რომ 15 კაცაში გადამიყვანეს ეგრევე, იმიტომ რომ 7 კაცას იმიტომ აჩვენ მსაჯებს, რომ სოფლიო რაგბის გარემო შეეჩვიონ მოგზაურობას, გარჩევას, ანალიზს და 7 კაცა ცოტა მარტივია. გალური ფეხბურთის წესები იცი? ირლანდიაში ვიყავი, ერთხელ დამპატიჟეს დუბლინში. თუმცა უთხარი წამოვალთქო, სასტუმროში რამდენიმეს დავლევთქო და მერე წამოვალთქო და ეს რამდენიმე ძალიან ბევრში გადაიზარდა და ვეღარავდექი სკავიდა და ეგ ჩემი გელური ფეხბურთის ამბავიც წყალს გაყვა, ამიტომ არ ვიცი. ქუთაისში უფრო რთულია მსაჯობა თუ ედინბურგში? დღეს ედინბურგში და 10 წლის წინ ქუთაისში. და შეიძლება ამის ახსნა შემიძლია. ქუთაისში შეიცვალა რამე თუ ედინბურგში? არა, ედინბურგში არაფერი არ შეცვალა. ქუთაისში შეიცვალა ძალიან კარგისკენ რაღაცა მთელი კულტურა, იმიტომ რომ 10-15 წლის უკან ქუთაისი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული ადგილი სამსაჯოდ და დღეს ისე გაიზარდა ქუთაისელი მაყურებელი. კი, მაყურებლის გამო ძველ სტადიონზე თან სტადიონი და ტრიბუნა თითქმის ერთ სიბრტყეზე იყო და ძალიან მარტივი იყო, რომ ვიღაცა უბრალოდ გადმოსული იყო. ხელი თუ გადმოყვა მოკვდება. კი, და ძალიან რთული თამაშები მახსოვს ქუთაისში. ედინბურგში ერთ საინტერესო ამბავი ისაა, რომ ედინბურგი როცა თამაშობს, არის მარიფილდი და არის ჰაივი. მარიფილდი მთავარია რა თქმა უნდა და ჰაივი არის მეორადი სტადიონი და ხშირად მეორად სტადიონზე თამაშობს ხოლმე ედინბურგი და ერთი დერეფანი არის 20 მეტრიანი, სადაც ვიწრო გასასვლელია და აქეთ-იქით სუმაყურებლები არიან რა და ედინბურგი რო აგებს ეს გასასვლელი 20 მეტრიდან ხდება 100 მეტრი გრძელდება. იმიტომ რომ ისეთ რაღაცებს გეძახიან თუ ედინბურგი აგებს და მსაჯობა არ მოწმთ რა თქმა უნდა რომ ერთ თამაშს საჯობდი. და მოკლედ მოიგო ედინბურგმა, დიდი ანგარიშით მოიგო და ძალიან ბევრი მაყურებელი იყო და პარასკევის საღამო იყო და პარასკევის საღამოს ძირითადად ძალიან ბევრს ვამენ ხო. ეს გუნდები გადიან და მეც ესე ჩუმად მივყვები რომ შევეფარო ვიღაცას. კი მოიგეს, მაგრამ ნუ რაღაცა დიდი გაწყვეტილებები იყო და აი ბოლოსკენ ვარ უკვე არავის არაფერი არ დაუძახია და ვიღაცა ბავშვი 10 წლის ბავშვი მეძახის, დღეს მაგრად გადარჩიო ისეო რა. და მეთქი ჯიგარი ხარ. წამოვედი და ისე ყოფილა შემთხვევები, რომ ეგ გასასვლელი ძალიან რთულია. 80,000 ფრანგი რომ გისტვენს, როგორი შეგრძნება? 83,000.
სტად დე ფრანსზე მაგდენი ეტევა მე. გავაკერი 3 ბოდიში. არა, იყოს 80. ბევრჯერ მაქვს სტად დე ფრანსზე ნამსაჯი და ერთ-ერთი გამორჩეული თამაში იყო ზელანდიას, საფრანგეთის ზელანდია. ეგ საკულტო დაპირისპირებაა და 73 წუთზე ვაჯარიმებ საფრანგეთს. და ზელანდიას გააქვს ჯარიმა და აი ჯარიმა რო დავსტვინე, სანამ ზელანდია მოიფიქრებდა რასაკეთებდა, დრო მქონდა რომ სტადიონისთვის შემომევლო თვალი. შემოვავლე თვალი და გრძნობა გამიშდა რომ რა ბედნიერია რომ აქვთ გავარ. ის გზნობა არ გამჩენია ხა ისინი რას მეძახდნენ ისინი საჭინელება იყო მაგრამ აი გამოიწვია, ამიტომ ვიტყვი რომ ძალიან მაგარია. ფეხბურთში ვარი დაინერგა, მაგრამ კონსპირაცია არსად გაქრა. რისი ბრალია? ის რომ ტექნოლოგია ვერ ერევა ადამიანის ემოციურ ფონს და სპორტის არსი არის ადამიანის ემოცია და არა ტექნოლოგიაზე დაყრდნობა. 2000 წელს ვიდეო მსაჯი TMO ეგრეთ წოდებული ვარმა რაგბიდან გადაიღო ძალიან ბევრი რაღაცა, რომ შემოიტანეს თავიდან თქვეს, რომ აი ახლა ყველა ლელო სწორი იქნება. რაც ეგრე არ აღმოჩნდა, ისევ იყო პრობლემები, ისევ იყო დისკუსიები. მერე უხეშობაზე შემოვიდა უკვე ვიდეო მსაჯი და თქვეს, რომ აი ახლა ყველა უხეშობას აღკვეთავთ. არც მაგან აღმოხრა პრობლემა და საბოლოოდ მივედი იქამდე რომ გადაღების დახვეწის გამო და იმის გამო რომ მაყურებელს ყველანაირი გამეორების ფუფუნება აქვს და მსაჯი ამის გამო ძალიან წაგემუდგომარეობაშია, იმიტომ რომ 0.5 წამი გაქვს საშუალოდ რომ რეაგირება გქონდეს. კიდევ უფრო დიდ ძალაუფლებას ვაძლევთ ვიდეო მსაჯებს, იმიტომ რომ პერფექციონიზმს ვცდილობთ რომ მოვიპოვოთ, რაც ყოველად არასწორი მიდგომა. სპორტი პერფექციონიზმი არა, სპორტში ფასობს კარგი უნარები და ფასობს შეცდომები. ჩემი აზრით ადამიანებმა უნდა იმსაჯონ, ითამაშონ და ადამიანური უნდა იყოს ეს ყველაფერი. მე ძალიან არ მომწონს ტექნოლოგიის ესე გაღრმავება სპორტში. მოედანზე ტრავმა მიგიღია? ძალიან ბევრი. საჩას და მოთამაშესაც. ეხლა ბოლო ტრავმა იყო რომ ბასი სარასენს ვსაჯობდი მერვე ფინალში ჩემპიონთა თასის და ბასის 6 მანოვერმა ჯოშ ბეილისმა თავში მრეკა. ისეთი რომ აი ეს გამანათა და დავრეტიანდი არ დავეცი, მაგრამ ჩავიმუხლე და ისე დავრეტიანდი რომ საერთოდ დამავიწყდა რითი უნდა გამეგზერებინა თამაში და სარასენს ვართმევდი ბურთს არასწორად და წარმოიდგინე ბასს ვაძლევდი მერე შეტევას. ლელოსთან და გაგიჟდა სარასენსი. მე გაგაცენდა. მე ვიდეო მსაჯმა მითხრა რომ ეგრე არ იყო, წარმოიდგინე და 6 წუთი იყო დარჩენილი რა პირველ ტაიმამდე გავძელი და მე გავედი. ერთი ქალაქი, სადაც რაგბის სიყვარული განსაკუთრებულად იგრძნობა. ლაროშელი. საფრანგული საპორტო ქალაქი, პატარა. ეს არის ქალაქი, რომელსაც მე მგონია სადმე დიდი ბრიტანეთის ნაწილებში. არა, რა იქაც, მაგრამ ლაროშელი რატო არის? გამორჩეული და აი და არ დავფიქრდი ისე გიპასუხე ხო ხედავ რა. რაგბი ცხოვრობენ, იმიტომ რომ პატარა ქალაქია და რაგბი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა იქ და 156 თამაში აქვს sold out-ი წარმოიდგინეთ. რა ეგეთი რაღაც არსად არ მომხდარა. და ჩვენ დავით ნინიაშვილი თამაშობს ლაროშელში, მაგარ ადგილას არის. მყინვარწვერზე ახვედი? ვერა. და აი სად ქონდა როვერადიან ხოლმე, მე ჩაიციკლებიან ხოლმე და მე თავიდან იწყებიან ვარჯიშს და მომზადებას. ჩავიციკლე, მაგრამ არგენტინაში მომიწია წასვლა და ჩემი ყურადღება წავიდა, მაგრამ 4600 მეტრიდან უბრუნდით, იმიტომ რომ ამინდი გაუარეს და ძალიან და ხილვადობა აღარ იყო და ისე გავწბილდით. ისე გავწბილდი მე პირადად, რომ გრძნობა მქონდა, რომ მყინვარმა დაგვცინა და პანჩური ამოგვარტყა რა და გამოგვიშვა უკან. მაგრამ აუცილებლად ჩემი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე დაუბრუნდები. შორს ვიძიებ. რაგბი ღირსეულ სულისკვეთებაზე დგას, მაგრამ რამდენად ღირსეულია ის, რომ ძლიერი სუსტსარე თამაშება? ეს ორგანიზაციული უღირსობა არის, მე ესე ვიტყოდი რა. რაგბის ხო, არა რაგბის. სპორტში უდიდესი სულისკვეთება არსებობს და მე პირადად ისეთი მომენტები მაქვს ნანახი, რომელიც წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ სხვა სპორტში ხდებოდეს. თუმცა რაგბი უნდა იცოდეს მაყურებელმა, რომ არის ძალიან დახურული და ძალიან ღარიბი სპორტი ფინანსურად. ამიტომ, როდესაც ბიზნესი ღარიბია, გაფართოებაზე არ ფიქრობს, გადარჩენაზე ფიქრობს. ესე ბიზნესის ენით რო აღწერო. ამიტომ უსამართლოა, რა თქმა უნდა, საზიანო ჩვენთვის და ვისურვებდი, რომ ელიტარული სარაგბო გარემოში ვიყოთ, როგორც საკლუბოში, ასევე საერთაშორისოში. თუმცა რეალობა ესეთი. ანუ პირობითად ჭალებში ბიზნესურად გაუმართლებელია და ამიტომაც არ გამედ მაგდამის. მოკლე ახსნა ესაა ამის, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.